განვაგრძობ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ კვლავ წმინდა ბასილი დიდის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას, განვიხილავდით ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებული ორი ჰომილიის, ორი უაღრესად საღვთისმეტყველო ძეგლის ატრიბუციის საკითხს, თუ ვინ არის მათი ნამდვილი ავტორი. შევეხეთ ერთ-ერთ ვარაუდს, რომ შესაძლოა გრიგოლ ნოსელი ყოფილიყო მისი ავტორი, გამოთქმულს გარკვეულ პირთაგან და როგორც გვე ამაზე მსჯელობა გქონდა, დღეისათვის სრულიად დამაჯერებელი და არგუმენტირებული დასკვნა ამიღებული, რომ გრიგოლ ნოსელი შეუძლებელია ამ შრომათა ავტორი ყოფილიყო. ეს მეცნიერული დასკვნა. იგივე გახლავთ საეკლესიო დასკვნაც. მართალია ხელნაწერებში ზოგჯერ გრიგოლ ნოსელის ავტორობა ჩნდება, მაგრამ ხელნაწერული ვითარება ამ მხრივ ჩვენთვის ვერ იქნება დამაბოლოებელი დასკვნის გამოტანის რაღაც საფუძველი. გაცილებით მნიშვნელოვანია საეკლესიო დასკვნა, სპეციალური შეფასება, რაც ეკუთვნის მე-9 საუკუნის უდიდეს მოღვაწეს წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, აღმსარებელს, რომელიც არანაირად ამ ძეგლებს, ამ ორ ჰომილიას წმინდა გრიგოლ ნოსელს არ უკავშირებს. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება თუ არა მათი დაკავშირება წმინდა ბასილი დიდის სახელთან. ამ მხრივ ბოლო ხანებში უფრო მეტი გადახრა პოზიტიური დასკვნისკენ, იმ დასკვნისკენ, რომ შესაძლებელია ბასილი დიდი ამ ჰომილიათა ავტორი ყოფილიყო და ბოლო ხანებში, როდესაც განხორციელდა ხსენებული ორი ჰომილიის ძალიან მაღალი დონის მეცნიერული პუბლიკაცია საფრანგეთში, ცნობილ სერიალში ქრისტიანული წყაროები, გამომცემლებმა ორმა ფრანგმა მკვლევარმა უყუყმანოდ განუკუთვნეს ეს ძეგლები, ეს ჰომილიები წმინდა ბასილი დიდის სახელს, ავტორადაც ბასილი დიდი აწერია ამ პუბლიკაციას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ფიქრობთ, ალბათობისთვის და პოზიტიური დასკვნისთვის ძალიან ნაკლები ადგილია, ყოველ შემთხვევაში არგუმენტირებანი ამ მხრივ თითქმის უსაფუძვლოა და ერთადერთი რაც ვითომცდა ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას გვავარაუდებინებს, გახლავთ შემდეგი, რომ ეს ჰომილიები ისეთივე სტილითაა დაწერილი, ისეთივე მარტივი ტერმინოლოგიითაა მოძღვრება გადმოცემული, როგორც ეს საზოგადოდ ბასილი დიდს ახასიათებდა. ეს ამ მთავარი დასკვნა ამ მკვლევარებისა, რომლებიც ბასილი დიდს განუკუთვნებენ ხსენებულ ჰომილიებს. რა თქმა უნდა, ბასილის გავლენა შესაძლოა მართლაც იყოს ამ ჰომილიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტორი ერთი და იგივეა. ეკლესიის მამათა შრომები ამა თუ იმ ეპოქაში იმდენად სიღრმისეულად შეისხორცებოდა სხვადასხვა თაობის მოღვაწეთა მიერ, რომ ეს თავისთავად ცხადია სტილშიც მკვეთრად ჩანდა. და შრომას იმიტომ წერს ღვთისმეტყველი, რომ გვიანდელმა თაობებმა იმემკვიდრონ იგი. თუნდაც დაუშვათ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა იმ ზომის, როგორც ჩვენ ვამბობდით ამ საუბრის დასაწყისში კაბადოკიელ მამათა შესახებ, იმ ზომის გავლენა მოახდინა გვიანდელ თაობებზე, რომ მისი სტილი თითქმის ყველა გვიანდელ მოღვაწესთან შეიმჩნევა და გამოსჭვივის. ასე რომ ცოდნა ბასილი დიდის შრომებისა და ბასილი დიდის სტილის ახლობლობა და მიმსგავსებულობა ამ სტილთან, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს ავტორობის თვალსაზრისით ერთ და იმავე პიროვნებას. მაგრამ არგუმენტი კიდევ გავიმეორებთ მხოლოდ ეს გახლავთ. მაშინ როცა საპირისპირო არგუმენტები, რომ ბასილი დიდს არ ეკუთვნის ეს ჰომილიები, იმდენად საგულისხმოა, რომ ძნელად თუ რაიმე სხვა არგუმენტით ისინი დაიძლევა და გადაილახება. პირველი გახლავთ არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბასილის ხორციელი ძმა და მისი სულიერი მემკვიდრე წმინდა გრიგოლ ნოსელი იწყებს რა თავისი სახელგანთქმული შრომის კაცისა შესაქმის წერას შესავალში პირველესად იმას გვაუწყებს, რომ ბასილი დიდის ქადაგებანი ნაკლულევანი აღმოჩნდა რამდენადაც ხსენებულ მოღვაწეს გარდაცვალების გამო განუხილველი დარჩა ადამიანის შექმნა. ესე იგი გრიგოლ ნოსელი აბსოლუტურად ერთაზროვნად გვაუწყებს, რომ ბასილი დიდმა ვერ მოასწრო ადამიანის შექმნის საკითხის განხილვა და რომ მან სწორედ ამ მიზანდასახულობით დაწერა თავისი ეს ვრცელი შრომა. დაწერა იმიტომ, ამბობს გრიგოლ ნოსელი, რომ ნაკლი და ხარვეზი ბასილი დიდის შრომას არ ჰქონოდა და ეს ყოველივე აღმოფხვრილიყო. ასე რომ პირველი და ყველაზე მთავარი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, ეს ჰომილიები რომ ბასილი დიდს არ ეკუთვნის, გახლავთ ყველაზე დიდი ამ შემთხვევაში სარწმუნო წყაროს წმინდა გრიგოლ ნოსელის პირდაპირი უწყება და ეს უწყება გამოთქმულია ბასილი დიდის გარდაცვალების უახლოეს ხანებში, დაახლოებით 380-391 წლებში, ესე იგი დაახლოებით 1 წლის ფარგლებში. და გრიგოლ ნოსელზე უკეთ ცხადი არავის არ ეცოდინებოდა ბასილი დიდმა განმარტა თუ არა ადამიანის შექმნა. და ეს ორი ჰომილია რომ ბასილის წარმოეთქვანდა და ეწერა,
სადაც საკმაოდ მოცულობითად არის განმარტებული სწორედ ადამიანის შესაქმის საკითხი, ადამიანის შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად. ცხადია, გრიგოლ ნოსელი ასე კატეგორიულად ვეღარ იტყოდა, რომ ბასილის სრულიად განუხილველი დარჩა ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი და რომ მანივალდებულა თვითონ ამ ხარვეზისა და ამ ნაკლის აღმოფხვრა და გამოსწორება. ეს ერთი. და მეორე, ბასილის რომ ეს ჰომილიები მართლაც წარმოეთქვა, ისინი ხსენებულ 9 ჰომილიასთან ერთად უნდა გავრცელებულიყო მორწმუნეთა შორის. რა თქმა უნდა, ცალკე არც ეს კვლევრები არ ამბობენ, რომ ბასილიმ თითქოს ეს 2 ჰომილია რაღაც ამ ციკლისგან ამოვარდინლად სხვა დროს და სხვა პირობებში წარმოთქვა. მათი შეხედულება ასეთია, რომ ბასილიმ ჯერ წარმოთქვა 9 ჰომილია 6 დღის შესახებ და ეს 9 ჰომილია ბოლოვდებოდა ცხოველთა შესაქმის საკითხის განხილვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ბასილი მაშინვე განიზრახავდა ადამიანის საკითხის განხილვასაც, მაგრამ იგი ავად გახდა, ამბობენ ხსენებული მკვლევარები, ძიმედ გახდა ავად, ვეღარ შეძლო ქადაგებათა განგზობა და ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ აზრის ანარეკლია შედარებით გვიანდელ უმცროს თანამედროვეთა ცნობებს, რომ ბასილიმ ვერ დააბოლოვა 6 დღის განხილვა. მაგრამ ამბობენ ეს მკვლევარები, რომლებმაც ბასილის განუკუთვნეს უახლეს პუბლიკაციაში ხსენებული 2 ჰომილია, შემდეგ გამოჯამრთელდაო ბასილი და შეძლო ადამიანის შესაქმის შესახებ ჰომილიათა წარმოთქმაც. თავისთავად ეს რაც გადმოვეცით, ამ ჩემს გადმოცემაშიც კი ალბათ მსმენელისთვის ცხადია, ხელოვნურობას დიდი დოზით შეიცავს, ძნელად დასაჯერებელია ეს ყოველივე, მაგრამ მხოლოდ ამაში არ გახლავთ საქმე. თქვათ, ბასილიმ შეძლო მხოლოდ 9 ჰომილიის წარმოთქმა და დააბოლოვა თავისი ჰომილიები, იმიტომ რომ მეტი ვერ შეძლო ფიზიკურად ცხოველთა შესაქმით. შემდგომ ის ავად გახდა, კვლავ გამოჯამრთელდა და წარმოთქვა 2 ჰომილია. ამ დროს ვარაუდობენ ეს მკვლევარები, ის 9 ჰომილია უკვე გავრცელდა. ამიტომ მიიღო მან დამოუკიდებელი სახეო და ეს 2 ჰომილია გვიან წარმოთქმული ვეღარ დაუკავშირდა იმ 9 ჰომილიან კრებულს. თქვათ, ეს მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ გრიგოლ ნოსელის დროს, როდესაც ის კაცის შესაქმეს წერდა, ანდა მეტიც ჩვენს მიერ ხსენებულ ძეგლს პასუხი 6 დღეთათვის, რაც კონკრეტულად ბასილ დიდის 6 დღეთაიზე პასუხს წარმოადგენს. წერდა, მაშინ ხომ ბასილი მართლაც აღსრულებულია და თუ აღსრულებულია და ეს ჰომილიები მართლაც მას წარმოუდგენს, ესე იგი ეს ჰომილიები უკვე არსებობს. ცხადია, ისინი პირველ რიგში გრიგოლ ნოსელისთვის იქნებოდა ცნობილი და რაღაცნაირად სადმე მაინც მათ შესახებ ცნობა უწყება რომ არ მოეცა ჩვენთვის, ესა სრულიად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. ამრიგად ეს საკითხი, რომ ბასილი თავისი გამოჯამრთელების ერთ პერიოდში 9 ჰომილიას წარმოთქვამს და შემდგომ მცირედ ცნეულდება და კვლავ გამოჯამრთელებული 2 ჰომილიას წარმოთქვამს, ვითარებას არ ცვლის, რადგანაც მისი აღსრულების ჟამს ხომ ცხადია 11-ვე ჰომილია უკვე წარმოთქმული და გრიგოლ ნოსელისთვის 11-ვე ხომ ცნობილი უნდა ყოფილიყო აუცილებლად და გრიგოლ ღვთისმეტყველისთვის გნებავთ, ამფილოქე იკონიელისთვის. ეს ბერძნულ ტრადიციაში, მაგრამ რაღა ვთქვათ სხვაენოვან თარგმანებზე. თუ ბერძნულში თქვათ, კიდე ვიფიქროთ და დაუშვათ, რომ ცალკე შეიქმნა 9 ჰომილია ბასილი დიდისა და გვიან დაემატა მათ 2 ჰომილია, მაგრამ გვიან დამატებული მაინც ცალკე გამოყოფილად წარმოჩნდა და იმ 9 ჰომილიას ვეღარ შეუერთდა, სხვაენოვან თარგმანებში რატომ არ შევიდა იგი? ცნობილია, რომ როგორც ვამბობდით და ამაზე დავიწყეთ მთელი ეს მსჯელობა, ლათინური თარგმანი ხსენებული ჰომილიებისა თითქმის დაუყოვნებლივ ხდება ბასილის გარდაცვალების შემდეგ 80-იან წლებში. 5-6 წლის შემდეგ ბასილის აღსრულებიდან. მაგრამ ეს თარგმანი ლათინური მხოლოდ 9 ჰომილია შეიცავს და კვალიც კი იმ 2 ჰომილიისა არსად არ ჩნდება. ასევე გვიანდელი მოღვაწეები, როდესაც ბასილ დიდის შესახებ საუბრობენ და საუბრობენ ძალიან დეტალურად, კონკრეტულად შესაქმის წინგზე მისი განმარტებების მხრივ, ყოველთვის და მხოლოდ მიუთითებენ 9 ჰომილიას. არის კიდევ მრავალი სხვა ფაქტი, რაზეც ახლა დეტალურად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ეს 2 გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა, რომ არც ბერძნულში, არც უადრეს ლათინურ თარგმანში 9 ჰომილიას არასოდეს არ შეერთვოდა ეს 2 ჰომილია. და ამ 2 ჰომილიის შესახებ ამავე დროს არაფერი არ იცოდა და ცხადია პირველ რიგში უნდა სცოდნოდა, რომ არსებულიყო ეს ჰომილიები, არაფერი არ იცოდა მისმა ხორციელმა ძმამ და სულიერმა მემკვიდრემ გრიგოლ ნოსელმა, მისმა განუყრელმა მეგობარმა, ასევე გრიგოლ ღვთისმეტყველმა და იმავე ეპოქის სხვა დიდმა მოღვაწეებმა. ამიტომაა, რომ მეცნიერულადაც არამხოლოდ საეკლესიო ტრადიციით, არამედ მეცნიერულადაც ყოვლითურთ მიუღებელი ჩანს ჩვენი აზრით შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჰომილიები ბასილი დიდმა დაწერა. და საეკლესიო განჩინებაც ამგვარია,
თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ამ შემთხვევაში კვლავ იმავე წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, რომელიც საეკლესიო შეფასებას გვაწვდის ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი უყოყმანო განჩინებით, სწორედ იმ არგუმენტებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ პირველ არგუმენტზე, რომ გრიგოლ ნოსელმა არაფერი არ იცის ამ შრომის შესახებ, ამ ორი ჰომილიის შესახებ, ასკვნის, რომ ეს ჰომილიები არ არის ბასილი დიდისა. ამიტომ მიუხედავად სხვადასხვა მკვლევრისგან ამ ჰომილიათ ან ბასილისეულად, ან გრიგოლ ნოსელისეულად მიჩნევისა, ჩვენ მაინც დღეისათვის არანაირი არგუმენტი, არანაირი წყარო, არანაირი მონაცემი ამის დასაბუთებისთვის არ გვაქვს და ეს ჰომილიები, როგორც ამბობდა თუნდაც იგივე წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი და ზოგი მკვლევარი მე-19-20 საუკუნეებში ანონიმურად უნდა ვცნოთ და მივიჩნიოთ, რომ ვიღაც სხვა მოღვაწისგან არის დაწერილი შედარებით გვიანდელ ეპოქაში, დაახლოებით მე-5-6 საუკუნეების მიჩნაზე. ჩვენ ამ ჰომილიას იმიტომ შევეხეთ, რომ ჰექსემერონული ციკლი ბასილი დიდისა ერთობლივად განგვეხილა, ხოლო ჰექსემერონული ციკლი ნიშნავს იმ ჰომილიების ციკლს და ერთობლიობას, რაც 6 დღეს, ბიბლიურ 6 დღეს ეხება. ჰექსემერონ ბერძნულად ნიშნავს 6 დღიურს. და ბასილი დიდის სახელთან დაკავშირებით სწორედ ეს ორი ძეგლი წარმოჩნდება ამ მხრივ, ერთი 9 ჰომილია ნამდვილად მისი დაწერილი და მეორე 2 ჰომილია გარკვეულ პირთაგან მისდამი მიკუთვნებული, მაგრამ რაიმე დამარცხებულებელი არგუმენტის გარეშე. მაგრამ ცხადია ბასილის მოღვაწეობა, თუნდაც ეგზეგეტური მოღვაწეობა მხოლოდ ამ ძეგლით 6 დღეთა ის 9 ჰომილიით არ განისაზღვრება. კონკრეტულად ძველ აღთქმასთან დაკავშირებით ბასილის სწავლებანი დღემდე ეკლესიის მიერ ძვირფას საუნჯედ არის შემონახული, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი განმარტება, როგორიც გახლავთ ესაიას წიგნის კომენტარები, რომელიც საკუთრივ ძველ ქართულად თარგმნილი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ერთ მცირე ფრაგმენტს, რაც დიდ ჯულის კანონშია ციტირებული და შულის კანონის თარგმნასთან ერთად ამ ციტატის თარგმნაც მოხდა, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ყურადღება მისაქცევია გარდა ესაიას წიგნის განმარტებისა ფსალმუნთა მისეული განმარტებანი, რაც მეტნაკლებად ქართულშიც არის ასახული კატენებიან ბიბლიაში, რომლის ქართული თარგმანიც ეფრემცირის სახელს უკავშირდება. სხვათა შორის ბასილი დიდისგან ფსალმუნთა განმარტება არაა, ასე ვთქვათ, რიგითი ეგზეგეტური მოღვაწეობა საეკლესიო მამისა, ეს საკმაოდ უჩვეულო ფორმის განმარტება გახლავთ, რომლის ახსნასაც, ესე ასეთი უჩვეულო ფორმა რატომ ქონდა ფსალმუნთა ბასილისეულ განმარტებას, აი ამის ახსნასაც ჩვენ ვნახულობთ იმავე წმინდა ეფრემ მცირესთან. მართლაც თუ ჯერ განმარტების გარეშე შევხედავთ ბასილი დიდის ფსალმუნთა კომენტარებს, ვერ გავერკვევით რატომაა, რომ ცალკეული მუხლები განმარტებულია, მაგრამ მუხლების მთელი წყება განუმარტავადაა დატოვებული. რა პრინციპით იქნა შერჩეული ფსალმუნთა ზოგიერთი მუხლი, რასაც ბასილი დიდი განმარტავს. აი ამის შესახებ ეფრემ მცირე ასეთ ახსნას გვაწვდის, რომ ბასილი დიდს სპეციალურად ფსალმუნთა განმარტება არ ქონდა მიზნად, მას არ დაუწერია ამ მხრივ რაღაც საგანგებო შრომა, იგი, როგორც მღვდელმთავარი, როდესაც შედიოდა ტაძარში, ფსალმუნთა რომელი მუხლიც იგალობებოდა იმ დროს, სწორედ იმ მუხლს განუმარტავდა მრევლს. ანუ ეს განმარტებანიც ბასილისგან ზეპირად იყო მოწოდებული მრევლის წინაშე, ხოლო მიმდევრობა და ასეთი შერჩევითობა ფსალმუნთა მუხლებისა განეკუთვნება არასაკუთრივ ავტორს, არა ესე იგი ბასილი დიდს, არამედ თვით მოვლენას, რომელ ფსალმუნზეც დაემთხვეოდა მღვდელმთავრის შესვლა ტაძარში, ის მუხლი განემარტებოდა მისგან მრევლის წინაშე. თავისთავად ეს ძალიან ღრმა შინაარსის შემცველი განმარტებანი, როგორც უკვე ვთქვით, მოგვიანებით შევიდა ეგრეთ წოდებულ კატენებიან ბიბლიაში. კატენებიანი ბიბლია კიდევ ერთხელ განმარტავთ, ნიშნავს საღვთო წერილის იმგვარ სახეს ხელნაწერში, როდესაც ტექსტიცაა წმინდა წერილისა წარმოდგენილი და აშიაზე კომენტარებიც, და ეს კომენტარები არა ერთი ავტორისა, არამედ სხვადასხვა ავტორისა და ზოგჯერ ერთი ავტორისგან სხვადასხვა განმარტება, ანუ როდესაც ხელნაწერის შუაში, ფურცლის შუაში წარმოდგენილია კიმენი, თვით საღვთო წერილის ტექსტი, აშიაზე კი წყება სერია, ჯაჭვი განმარტებებისა. და კატენა თვითონ ამას ნიშნავს, ჯაჭვი, სერია, ამ შემთხვევაში საკუთრივ განმარტებებთან დაკავშირებით. კატენებიანი ბიბლია იგივე კომენტარებიანი ბიბლია, განმარტებებიანი, ანუ სქოლიოებიანი ბიბლია, როგორიც გახლავთ ქართულ სინამდვილეში გელათური ბიბლია. თუმცა გელათური ბიბლია საკუთრივ ფსალმუნთა წიგნს არ შეიცავს. ეს ხელნაწერი თვითონ დაზიანებულია და ხელნაწერის დაზიანებულობის გამოა თუ იმის გამო, რომ ამგვარი წესით ფსალმუნი ქართულად უკვე არსებობდა გელათური ბიბლიის შექმნის ჟამს, ეს დღეისათვის ძნელი დასადგენია. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ
აქ ანგარიშგაწევა იქნა ტრადიციისადმი, მე-12 საუკუნეში ქართულად კატენებიანი წესით სწორედ ფსალმუნია დამუშავებული, როგორც უკვე ვთქვით, ეფრემ მცირემ თარგმნა, შეადგინა და თარგმნა, მხოლოდ სიტყვა თარგმნა არ გმარა აქ, შეადგინა და თარგმნა უზარმაზარი ძეგლი, ფსალმუნთა განმარტებანი, სადაც თითოეული მუხლი ფსალმუნისა მრავალჯერადი კომენტარებით არის ახსნა განმარტებული და ეს უზარმაზარი მოცულობის ძეგლი 80-იან წლებში დააბოლოვა მან. სამწუხაროდ შემორჩენილი გახლავთ დღესდღეობით ცნობილია ყოველ შემთხვევაში მხოლოდ პირველი ნაწილი, ესე იგი დაახლოებით 70 თუ 76 ფსალმუნის განმარტება და მეორე ნაწილი, რაც მას უეჭველად ჰქონდა შესრულებული, დღემდე უცნობი გახლავთ. სამწუხაროდ ეს დიდი მნიშვნელობის ძეგლი ეფრემ მცირისგან ქართულად თარგმნილ შედგენილი ფსალმუნთა განმარტებანი, ანუ იგივე ასეთ შეიძლება ითქვას კატენებიანი ფსალმუნი, ანუ ფსალმუნი, რომელსაც აშიაზე, ამ შემთხვევაში აშიაზე არა, ძირითად ტექსტში, იმიტომ რომ აშიის აუცილებლობა არ იყო, მოტანილია მცირე ფსალმუნური მუხლი და მას მოსდევს განმარტებანი. და წმინდა ეგზეგეტური ხასიათის ფორმა აქვს ხელნაწერსაც ქართულში, თუმცა განსხვავება ესაა, რომ ერთი მამისგან ერთჯერადი განმარტება კი არაა მოწოდებული, არამედ მრავალი მამისგან მრავალჯერადი განმარტება ერთი და იმავე ფსალმუნური მუხლისა. თვით ეფრემ მცირეც გვაუწყებს, რომ მას რაღაც ერთი კონკრეტული დედანი კი არა უღია ბერძნულში, თუნდაც ამგვარი მრავალჯერადი განმარტებების კრებული, არამედ მას თვითონ შეუკრებია ეს ყოველივე. ჯერ ავტორები მოუძიებია, ცალკეული ავტორები და მათ შორის ბასილიდიცაც ასახელებს იგი, და შემდგომ ორი სვიმეონ წმინდის ბიბლიოთეკაში, ანტიოქიაში, ორი კატენებიანი ფსალმუნი, რომლებიც აი ამ წმინდა მამათა განმარტებებით მას თვითონ შეუსია, ეს ყოველივე ერთ უზარმაზარი მოცულობის ძეგლად გაუმთლიანებია და ქართულად, როგორც უკვე აღნიშნეთ, გადმოუღია. და სწორედ ამ თარგმანის შესავალში, ეს შესავალი თავისთავად ერთ-ერთი ღირსეული საღვთისმეტყველო შრომაა ეფრემ მცირისა, ხსენებული მოღვაწე ჩვენ გვაუწყებს ბასილისგან ფსალმუნთა განმარტების თაობაზე და გვიხსნის თუ რამ განაპირობა ესეთი შერჩევითობა ფსალმუნური მუხლებისა ბასილდირის განმარტებაში. ასე რომ ბასილდირის ფსალმუნთა განმარტებანი ქართულად მეტნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ თარგმნილი გახლავთ. ეგზეგეტური ღვაწლი ბასილიდირისა არსებითად მაინც ზეპირიქსით წარმოებდა, ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაზე ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, მაგრამ 6 დღეtais შესახებ მისგან წარმოთქმული 9 ჰომილია და ფსალმუნური განმარტებები უეჭველად ზეპირი ქსით მოწოდებული სწავლებანია მრევლისგან სტენოგრაფიული წესით ჩაწერილნი. საერთოდ ბასილდირის ეგზეგეტიკა მკვლევართაგან ხანგრძლივი ჟამის მანძილზე შეისწავლებოდა, უაღრესად საგულისხმო დასკვნებია მიღებული, დეტალურადაა შესწავლილი მისი ეგზეგეტური მეთოდი, სტილი, ტერმინოლოგია, სწავლებანი ცალკეული და ამ მხრივ ბასილი ჩვენს წინაშე წარმოჩნდება როგორც ერთ-ერთი უდიდესი ეგზეგეტთაგანი საეკლესიო ისტორიაში. მაგრამ მხოლოდ ეგზეგეტიკა არ გახლავთ მისი მოღვაწეობის სფერო. ბასილი თავის საღვთისმეტყველო შრომებში ჩვენს წინაშე წარმოჩნდება ამავე დროს როგორც ერთ-ერთი უდიდესი, ასეთი ტერმინი შეგვიძლია მოვიხმოთ, სათნოებად მეტყველი, ანუ ასკეტური მოღვაწეობის ღვთისმეტყველურად შემფასებელი, ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ფუძემდებელი, თავის სახელგანთქმულ შრომებში სამოღვაწეო თავნი, ითიკა, ძველ ქართულად ასე ეწოდება მას, ასკეტიკონი, რომლებიც აი ეს ბოლო ორი სრულყოფილად გახლავთ ქართულად თარგმნილი და თავისი შედარებით მცირე მოცულობის სტატიებით, რასაც შეიცავს ეს ასკეტური ნაშრომი ბასილდირისა, ცალკე ყოველი მათგანი უაღრესად ფასეულია არა მხოლოდ ასკეტიზმის თვალსაჩინარიდან, არამედ ზოგადად საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიის კუთხით. ამიტომ სავსებით სამართლიანია მკვლევართა დასკვნა იმის შესახებ, რომ მონასტიციზმის ფაქტობრივ ფუძემდებელი არის ბასილი დიდი. მართალია ჩვენ ამაზე დეტალური მსჯელობა გვქონდა, რომ სამონასტრო ტიპის განდეგილობაც და ანაქორეტული ტიპის განდეგილობაც ბასილის უწინარეს არის დაფუძნებული წმინდა ანტონი დიდის, ამონას, პახუმის, მათ სულიერ თანამოაზრეთა მიერ, მაგრამ დასაბუთება და დამყარება და დაფუძნებულობა ყოველივე ამას სწორედ ბასილ დიდმა შეძინა და მკვლევართა შორისაც ურყევია დასკვნა, რომ მონასტიციზმის მესაფუძვლი არის ბასილ დიდი, ნამდვილი ჭეშმარიტი საღვთო რეგლამენტატორი სამონასტრო მოღვაწეობისა ეს პიროვნება გახლავთ და ზოგადად ასკეტიზმისა და განდეგილური ღვაწლის ღვთისმეტყველური თვალით
განმჭვრეტი და ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მესაფუძვლეც, ერთ-ერთი უდიდესი მესაფუძვლეც იგივე ბასილი დიდი გახლავთ. მან თავის ცხოვრებაში პრაქტიკულად განახორციელა ის ასკეტური იდეალები, რასაც საკმაოდ ადრეულ ასაკში დაუკავშირდა თვითონვე, როდესაც მოვლო მან მთელი ეგვიპტური მეუდაბნოეობა, ყველაზე უფრო ღირსეული და სათნო წესები მათგან შეითვისა, ღვთისმეტყველურად განჭვრიტა მეუდაბნოეობის სულიერი არსი და მისი სამოღვაწეო თავები, როგორც უდიდესი მასწავლებელი ყველა ჩვენთაგანისა, ნებისმიერი განსაცდელისა და ცხოვრებისეული სირთულის ჟამს, მთელ სამომავლო საქრისტიანო მემკვიდრეობას დაუტოვა. დროებით აქ შევჩერდებით, მადლობთ ყურადღებისათვის.